აი ვაფშე, აღარ მინდა არაფერი ვაფშე აი. UFC-ში როგორ მოხვდი? ესპარინგებოდი მერაბის და მენისკი გავიწვიდე. მენისკი გავიწვიდე, ჩამოვედი საქართველოში და 2 კვირის მერე მიგზავნია მოწინააღმდეგეს რომ UFC-ში ჩხუბო. ერთხელ შემხვდა ეგეთი ტიპი აბუ-დაბიში რა. ხო. მიხელა გზაზე ვარ ჩასული, ჩხუბი მინდოდა რა. და აი ვეუბნები არ ჩააბორო მაშინ თუ ცუდად ხარ, ვერ იკლებდა რა და დავთანხმდეთ რა. დავთანხმდი და ეგრევე წავიდე კუხნაში მაგრეგორსავით დადიოდა. მომატყვა თავი და ეგრე მოვიდა და იმენ რო დავთანხმდი მაგრეგორსავით დადიოდა. ურტყამ არიჩება იმენ სუწი მოდის იმენ. ბოლოს იმდენი მოვარტყი რომ მესამე რაუნდში საჯებმა ჩახსნეს. მოგესალმებით მეგობრებო, ეს გადაცემა დიდი ქვიზია, მე კი გიორგი კოკაიავა. დღეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სპორტსმენი მყავს სტუმრად ოთარ თანზილოვი. დიდი მადლობა პირველ რიგში რომ გვესტუმრე დღეს და ჩემთვის პატივია ჯერ ის რომ შენ წარმოადგენ საქართველოს UFC-ს ჩემპიონატზე და მე მეორე რომ UFC-ს მებრძოლი მყავს დღეს მე სტუმრად აქ. როგორ ხარ? მოგესალმებით. კარგად, მადლობა. შეგვიძლია. თუ გიყვარს საუბარი ბევრი ეგ მაინტერესებს, იმიტომ რომ სპორტსმენებს ძირითადად არ უყვარს ხოლმე ბევრი საუბარი. საუბარი მიყვარს, მაგრამ კამერასთან არა. მაშინ პირდაპირ საქმეზე გადავალ. შენი პირველი ბრძოლა გამართე UFC-ში. ეთანხმები თუ არა საჯების გადაწყვეტილებას? საჯების გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები, იმიტომ რომ სამივე რაუნდი მისცეს ჩემ მოწინააღმდეგეს. კი ბატონო. ჩემი აზრით პირველი და მესამე რაუნდი მე მოვიგე რა. ანუ უნდა მეკითხა რომ საჯი რო ყოფილიყავი როგორ კულებს დაწერდი თქო და ანუ პირველი და მესამე რაუნდი? ხო და ეგ რატო ხდება ხოლმე? ანუ ძირითადად ტელეეკრანებიდან რო უყურებთ ეგ განცდა ჩვენს გვეუფლება ხოლმე როგორც მაყურებლებს რა. და ეგრე რატო ფასდება შენი აზრით? რა ვიცი, ხომ საჯები ზოგი სხვანაირად თვლით, ზოგი სხვანაირად რა და მე რო შევხედე ბრძოლას, პირველი რაუნდი 100%-იანი ჩემი იყო. და მეორე რაუნდი შეიძლება ვთქვა თანაბარი, მესამე რაუნდი ჩემი აზრით კიდე ჩემი იყო რა მოი. და ისე რა შეცვლიდი რომ დაგაბრუნა უკან მაგ ბრძოლაში? რა შეცვლი და უფრო მეტად დგომში ვიჩხუბები. ხო, ანუ ჭიდაობა დაიწყე. და ეგ ხო არ არის შენი სტილი? ჩემი სტილი არ არის. და როგორ მიიღე გადაწყვეტილება? ანუ დიდ წონაში მომიწია ჩხუბი და ანუ არ გაურისკია რა დგომში რომ ვიჩხუბ. ჩემი მოწინააღმდეგე იყო ნოკაუტი 7-დან 6 ფინიში ჰქონდა და მეც კი უნდა ვეჭიდაო დავღალო და მე დავიწყო. შენც კაი ფინიშერი ხარ მე ვიცი. მაგათ შევსწი რომ ჭიდაობა დავიწყე დგომში უნდა მემუშაო. ისე შენ კარიერას რო გადავხედოთ ახლა, აი ყველაზე მტკივნეული ბრძოლა იყო შენი აზრით? კი, ახლა კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა იყო და კი ბატონო. 10 გამარჯვება გაქვს, აქედან 7 ნოკაუტით გაქვს მოგებული. აი როგორ ხვდები იმ დროს, აი ნოკაუტის დრო როა როგორ ხვდები და რა შეგრძნება გეუფლება მაგ დროს? ნოკაუტის დრო ანუ ხშირად ახლა რომელი კომბინაციებიც მიყვარს, მაგებს ვამუშავებ დარბაზში და ახლა მოწინააღმდეგესთან რო ჩამინიშნება ჩხუბი, მოწინააღმდეგეს უყურებ რა ჩხუბებს და მაგის შეცდომებზე ვმუშაობ და ხშირად ვცდილობ, ანუ მოვატყუო და ისე გავთიშო რა. და როგორი გრძნობა? ანუ ეკრანზე ძალიან სასიამოვნოა, როდესაც შენი მებრძოლი ანუ კაუტებს. ძალიან მაგარი გრძნობა. მაგარი გრძნობა. აი UFC-ში როგორ მოხვდი? UFC-ში როგორ მოხვდი და ძნელა, ძალიან. აი რომ გავიხსენოთ ეგ გზა. UFC არ არის პატარა ორგანიზაცია. კი. მე უნდა მეჩხუბა ბელატორში. მხარია მომივარდა და კაროჩე მომიწია უარის თქმა ბელატორზე და ვიზა ჩამირტყეს სამუშაო. მაგ მომენტში უკვე კონტენდერები იწყებოდა რა და ბელატორში რო ვერ ვიჩხუბე. უკვე ჩემი მენეჯერმა კონტენდერებზე ჩამსვა რა. მანამდე მოვირჩინე ტრავმა და კონტენდერებზე ჩამსვას და კონტენდერებზე იქაც მეგონა მოვიგე, მაგრამ მოგებო მისე ჩემ მოწინააღმდეგეს. და მე ანუ კაი ჩხუბი იყო სანახაობრივი, მაგის მე წაგაბე დავფარე, წაგაბე დავხურე, მოვიგე ტეხასში, ძალიან მაგარბით და მაგის მე შორტ ნოტს კიდე მომცე შანსი UFC-ში და მაგ მომენტში ესპარინგებოდი მერაბის და მენისკი გავიწვიდე. მენისკი გავიწვიდე, ჩამოვედი საქართველოში და 2 კვირის მერე მიგზავნია მოწინააღმდეგეს რომ UFC-ში ჩხუბო. და მეც თან თვენახევარი იქ ველოდებოდი რა, შორტ ნოტს თემას რაღაცა და
უარი უთხარი რომ მენისკი გამიწდა ოპერაცია გავიკეთე, ვერ ვიჩხუბე. ოპერაცია გაიკეთე და ვერ ჩხუბე? და მე კიდე ჩავეცე ამერიკაში, ლას-ვეგასში, მემზადებოდი იქა, 10 თვე ვიყავ იქა. ან ჩხუბებს ვეძებდი, ჩხუბების პოვნა ძალიან ძნელია იქა. და 10 თვის მერე ყოველდღე დარბაზში ვიყავი დიდით საღამოს უკვე დარბაზი დანახვა აღარ მინდოდა. და ბოლოს უკვე 10 თვის მერე უკვე აღარ შემეძლო რა, უკვე წამოსვლა მინდოდა უკან და ბოლოს როგორც იქნა მომცე შანსი. შანსი მოგცა, იყო ან შენ წონაში არ იყო ეს ბრძოლა რა და ეხლა ვფიქრობ რომ ისეთ ბრძოლას გვაჩვენებ როგორიც შენ გინდა რომ გამოგივიდეს და ნოკაუტი დაამთავრებ აუცილებლად, იმიტომ რომ მე მიყვარს როცა ქართული UFC-ის მებრძოლები ნოკაუტით ასრულებენ. 100%. მერაბის თიმში ხარ? ტოლიშვილის, ხო? და აი რას სწავლობ მერაბისგან? ანუ მე საქართველოში ვარ გურან ფაით კლუბში, მაგრამ ლას-ვეგასში ჩავდივარ, მერაბთან ერთად ვარ მერაბის გუნდში რა. მერაბისგან რას სწავლობ? შრომა ფასდება. შრომა ფასდება, კი ბატონო, ეს ყველაზე კარგი მაგალითია მერაბის შემთხვევაში. ეხლა რაც გააკეთა რაფზე, როგორ მოგეწონა ეს რაფი? მაგარი ორგანიზაცია იყო. მაგარი ძალიან. სხვათა შორის ის ამერიკაშიც ვიყავ მაგათ შეჯიბს. და იქაც მომეწონა და აქაც მაგათ ჩაატარეს. ძალიან მაგრად მერაბიმ ბოლოს ისე დააგვირგვინა რომ მე კამბექი გააკეთა. და UFC-ის ისტორიაში აი საუკეთესო მებრძოლი ვინ არის? ჩემი აზრით ჯონ ჯონსი. ჯონ ჯონსი. რატო? ჯონ ჯონსის ანუ ძალიან ლამაზია მისი ბრძოლის ყურება, მაგრამ აი რაღაც ეგ დოპინგის ამბები და რაღაცები რო ქონდა, თითქოს და აი სერიოზულობას კარგავს რა, მაგრამ ჯონ ჯონსი ანუ ჯონ ჯონსი იმიტომ ანუ დგომშიც ჩხუბობს, ჭიდავს, ყველაფერი შეუძლია რა და ეხლა ზოგი ეხლა მარტო ჭიდავს, ზოგი მარტო დგომშია და აი ამას ყველაფერი შეუძლია. ჯონ ჯონსი. ჯონ ჯონსი. კიდე სამი ბრძოლა დაგშა UFC-ის ამ კონტრაქტით და იყო ვისთან გინდა რომ გქონდეს ბრძოლა? შონომალეთ. შონომალი? რატო? სტრაიკერია და შენ სტრაიკერი ხარ? მე აზრით სანახაობრივ ჩხუბი იქნებოდა. სანახაობრივ. ჯერ მანამდე უნდა მოვიგე რამოდენიმე ჩხუბი. რამოდენიმე ჩხუბი, კი ბატონო. ნოკლაუტი. და დარწმუნებული ვარ, გამარჯვეს იჩხუბებ, იმიტომ რომ გვაქვს ქართველებს გენში ეგ. თავარი მოვიგე. და წონის კლება უფრო რთულია თუ ჩხუბი? წონის კლება. ყველა ისე ამბობს, ან რა ხდება ამ დროს? ძალიან მაინტერესებს შინაგანად. 2 კილო რომ ჩება უკვე დანებება მინდა ყველაფერი. აი, მაშინ როგორია ცხოვრება? აი, ვაფშე, აღარ მინდა არაფერი, ვაფშე, აი. სულ ფიქრობდი მე საჭმელზე, წყალზე, რა თმინდოდა ექსპორტი, გავიცი, აი, ეგეთ ისეთი. კი ბატონო. ძალიან ძნელია. და მაგ დროს ანუ აი, როგორი თუ საიდუმლო არ არის, როგორი კვება გაქვს, ანუ რას იღებ, როგორ ან რას აკეთებ საერთოდ რო წონა დავიქ. საერთოდ ახლა თუ ბევრი მაქვს დასაკლები, მაგრამ ზოგადად ვიკრებ 9 კილოს რა. და თუ ცოტა მეტი მაქვს დასაკლები, ან დიეტას ვიჭერ 1-20 დღით ადრე მარილიანს ავჭამ, ტკბილს ავჭამ და სალათები, სალათის ფურცელი, მე რაღაცა კრეჩიხა, ბრინჯი, ეგეთი რაღაცები და ანუ ბოლო დღეებში მარტო წყალი თუ წყალიც არა. ბოლო 2 დღეს ბოლო 3-4 დღე წყალი და ცოტა პატარა შეიძლება მოცვი, კიტრი რამე და ბოლო დღე ვაფშე არაფერს ავჭამ. იმიტომ რომ მინახავს აწონებზე რომ გული მისდით ხოლმე ბრძოლებს. მაგიდან გამომდინარე არის ეგ ხო? წყალსაც რო არ იღებ ეხა ძალიან. თუ იღებ წყალს? წყალს ვიღებ, მაგრამ ბოლო დღეს არ ვიღებ. ბოლო დღეს იმენა ძალიან მიჭირს ხოლმე. ბოლო დღეს ვაფშე არ მძინავს ხოლმე საერთოდ და სულ აი წევარ და დილით 8 საათზე ხოლმე აწონები და წევარ და სულ დროს უყურებ 5 წუთი გავიდა. 10 წუთი გავიდა და დილის 8-მდე ეგრე ვარ და წავასო ჩავაბარებ, всё. ჩვენ ეკრანზე მხოლოდ ბრძოლას უყურებ და იმის უკან რა არის, კაცმა არ იცის, ნუ შეუძლია როგორც ჩხუბი ადვილია გახვალ, მოიგება წაგი, ისაც უჩხუბი. ის რა მაინტერესებს, იცი, აი, წონის კლების დროს, აი, როდესაც საშინელი განრიგი გაქვთ ესეთი რა, როდესაც წონას ჩააბარებ. შემდეგ უკვე შეგიძლია რომ ყველაფერი მიიღო? კი, მაგრამ ეგრევე არ შეიძლება რა. ყოველ 1 საათში ერთხელ უნდა შეჭამო, ნელ-ნელა რაც შეიძლება რა, ანუ პასტა, სალათი, ეგეთი რაღაცა ყველაფერი არ შეიძლება. ყველაფერი არ შეიძლება. ყველაფერი არ შეიძლება. მე ცოტა ტკბილი და მე ყოველ 2 საათში ერთხელ ჭამ, მე ელექტროციტებს სვავ, რო აღიდგინო კარგად. და მე შემდეგ დღეს კიდე სალათებს, ანუ ბრძოლის დღეს რას იღებ ხოლმე? სალათი და ისენი, იმიტომ რომ ძიმეთან უნდა იგნო, ჩხუბის დროს, თავისუფლად უნდა იყო. კი ბატონო. სუბუქად. ილიას ბრძოლაზე რას ფიქრობ? ეგ არის საინტერესო. ილიას ბრძოლაზე ძალიან მაგრად იჩხუბა ილია.
ჩემი აზრით შეეძრო. მე ვერ ხვდები როგორ გაუძლო მეორე რაუნდის ბოლოს. აი რომ დაიკეცა გეიჯი. ჩემი აზრით ილიას შეეძრო დაფინიშება გეიჯის, მაგრამ პროსტა რაღაცა ვერ წაუვიდა, იმიტომ რომ ბევრი გაატარა დარტყმელი. და პლუს კიდე უკვე ღუძილში რომ მოარტყა. გათიშული იყო თითქმის რა. ჭიდაობა რო დაუწყო, კონჩი ჩემი აზრით იქ არ უნდა იჭიდაობა. არასდროს გადაწყვეტილება მიიღო მან. უნდა ემუშავა და უეჭველი გათიშავდა. გათიშავდა აუცილებლად. ანუ ეხლა ნახე ჩვენ ეგრე უყურებთ 10 კილო მოიმატა და ეგრე გავიდა, მაგრამ ეგ ხო ურთულესი პროცესია თუ არა? როგორც მებრძოლისთვის, ანუ მოქმედებს თუ არა, განელებს. 10 კილო მოიმატა გეიძე იძახით. ხო, ილიამ ხო წონა მოიმატა. წონას ყველა იმადებს წონას. კუნთის მასებიც ისე რომ შეხედე ეხლა ბოლოს ძალიან გაზრდილი იყო და ეგ სისტრაფეზე მოქმედებს თუ არა, თქო, ეგ მაინტერესებს. სისტრაფეზე როგორ არ მოქმედებს, თუ ეხლა თუ იკაჩაობ და რაღაც სისტრაფეზე მოქმედებს, მაგრამ რა ვიცი, სისტრაფე არ აკლდა ეხლა ილი. არა ხო, დარტყმაც მე ვერ მივხვდება. აი ბევრი გაატარა სახეში, ჩემი აზრით. დავარტყავ და გავთიშავ იყო ალბათ. აი ჩემი აზრით ვერ გათიშა. ხო. და ეგ ისე მაგ დროს ფსიქოლოგიურად რაღაც რო გაქვს ჩაფიქრებული რა. აი მაგალითად დავარტყავ გავთიშავ. და რო არ ითიშება როგორ მოქმედებს. ერთხელ შემხვდა ეგეთი ტიპი აბუდაბიში რა, ბრაზილიელი იყო. სხვადასხვა წონა ვერ ჩააბარა. 2 კილო, ანუ ჩაიხსნა ჩხუბს რა და მოვიდა აწონებზე, აუ ცუდად ვარ უკაროჩი ვერ ვიკლებო რაღაცა და ეს კაროჩე აი ვონი თუ ცუდად ხარ არა უშავს არ ჩააბარო და ვიჩხუბოთ რა. და კაროჩე ეხლა მე წონას დავიკელი ისა კაროჩე წონა დავიკელი ჩააბარე რაღაცა და ეხლა იმ ხელა გზაზე ვარ ჩასული ჩხუბი მინდოდა რა. და აი ვეუნები არ ჩააბორო მაშინ თუ ცუდად ხარ ვერ იკლებდა რა და დავთანხმდეთ რა. დავთანხმდი და ეგრევე წავიდა კუხნაში მაგრეგორსავი დადიოდა მომატყვა თავი და ეგრე მოვიდა და იმე რო დავთანხმდი მაგრეგორსავი დადიოდა. მე კაროჩე მე თქვი ხა ამას მაგრად თავცე პირველ რაუნდში იმენა ვიჩხუბეთ აი სანახაობრივი ჩხუბი იყო რა იმენა ურტყამ არ ითიშება იმენა სუწი მოდის იმენა სუსახე ქონდა გასიებული სისხლიან და არ ითიშება სუწი მიდის და მეც უკვე ნერვიულობა რა გავაკეთო არ ითიშება სუწი მიდის და ბოლოს იმდენი მოვარტყი რომ მესამე რაუნდში საჯებმა ჩახსნეს და მოგეშვა შენც ხო დამღალ ძალიან მაგარ დამღალი აი ოჯახის წევრები რომ უყურებენ შენს ბრძოლას აი თუ იცი როგორი რეაქცია აქვს ხოლმე რავი ხლა ბებია ჩემი დედა ჩემი არ უყურებს ხოლმე ჩემს ბრძოლას მამა ჩემი ხშირად შეჯიბრებებზე ჩემთან ერთად მოდის ხოლმე რა აჰა ხო მამას მაინც უფრო უყურეთ საიდან დაიწყე ის სპორტი ხო მე დავიწყე კარატეს დავდიოდი 2 წელი რა მე გადავედი კიკბოქსი 1-8 წელი ვჩხუბობდი ავი საქართველოს ჩემპიონატი მაქვს 3-4 ჯერ მოგებული და მე ხაბიბი და მაგრეგორი რო იჩხუბეს რაღაცა UFC ბუმი რო იყო UFC რაღაცა ფიქრობ ხო მეც სადაბა ნახავ როგორ გამომივა თუ არა და სპორტი შევცვალე რა აი გადავედი MMA-ზე და გამომივიდა მეც ფინიშები რამე რომ ისე მაგ დროს სულ მაინტერესებს ხოლმე რომ ნახავ რომ აი გათიშე რა აი როგორი გრძნობა გეუფლება შეგნით იმიტომ რომ თვალებში ეთყობათ ხოლმე მებრძოლებს რომ აი ძალიან რაღაცა აღფრთოვანებულები არიან და რაღაცნაირი ემოცია აქვს და რას შეგიძლია რომ შეადარო ეგ გრძნობა ან ჩხუბის დროს ისაც ნერვიულობთ ხოლმე რა იმენა როგორ წავ არ ვიცი ჩხუბია რაღაცა და ეხლა რო გათიშავ იმენა იციო გათიშვილია წინ ეგონება აი ტვირთი იმენა აიღე შეიძლება ხო რავზე ვთქვით რომ ძალიან კარგი იყო და კიდე რომელიც ცნობილი ორგანიზაციის ჩხუბს ჩაატარებდი საქართველოში რა თქმა უნდა UFC კამარზე ვერ იქნება სავარაუდოდ კამარზე არ იქნება Fight Night იქნება რა მალე ჩემი აზრით წელს თუ არა შემდეგ წელს 99% ჩატარდება შემდეგ წელს საქართველოში და ძალიან ბევრი მაგარი ამბავი იქნება ნუ ეხა მე რაც ვნახე იქ მაყურებლებს ვესაუბრებოდი და მთელი რაღაც გახარებული იყო იმიტომ რომ ძალიან მაგარი საღამო გვაჩუქეს ჩვენმა ქართველ მებრძოლებმა ეგ ძალიან მაგარი იქნება იმიტომ რომ უფრო მეტი ქართველ მებრძოლებს ჩასვავენ UFC-ში როდესაც ჩატარდება საქართველოში კი ბატონო აი როდის უნდა ველოდოთ ეხლა შემდეგ ბრძოლას შემდეგ ბრძოლას არ ვიცი ჯერ ეხლა ალბათ სექტემბერში და ისე შენომალი გავიგე რომ სამომავლო გეგმებში გაქვს მაგრამ აი ეხლა ვისთან გინდა რემატჩი სურვილი ხო არ გაქვს დიდი სიამოვნებით ვიჩხუბდი რა მაშინ დიდი სიამოვნებით ვიჩხუბდი რა და შევცვლი ანუ ჭიდაობას არ დავუწყებდი რა
ჩეხაობას დავიწყებ დუამში. ხო, ეხლა რო გიყურებ გეტყობა რომ გულდაწყვეტილი ხარ ძალიან ეგ გადაწყვეტილება რომ მიიღე. ანუ შეცდომები ნახე, შევასწორებდი მაგ შეცდომებს და ჩემი აზრით უჭველი ნოკაუტით მოვიდა. დაასრულებდი, ხო? ისე რომ ვაგებ ხოლმე ვისაბრალებ საკუთარ თავს. ანუ ჩუბს რო უყურებ, კი, მე საკუთარ თავს ავაბრალებ. იმ მომენტშია საინტერესო რომ მე გააზრებულზე ხო გეიმესმის. მე რა ვფიქრობ ახლა მაგალითად პირველ რაუნდში ცოტა დავიღალე. ცოტა დავიღალე და რა ვფიქრობდი ახლა ზედმეტად ვივარჯიში მეგონია. ხანდახან ბევრი ვარჯიში ცუდია რა. მე იღლები. წინ არ მიდიხარ, პირიქით უკან მიდიხარ და აი ვფიქრობ ზედმეტად ბევრი ვივარჯიში მეგონია რაღაც არ გამომივიდა და ძალიან მნიშვნელოვანია კვება, ვარჯიში და დასვენებაც ძალიან მნიშვნელოვანია. აღდგენა რა თქმა უნდა. ჩვენ გვიყურებს ერთად ახალგაზრდები და ვფიქრობ ბევრი სპორტსმენიც იქნება და აი ვის რას ურჩევდი ამ ადამიანებს, ვისაც უნდათ რომ დაკავდნენ MMA-ით, ან დაკავებულები არიან და როგორ უნდა გაახდენ წარმატებულები. ივარჯიშეთ, იშრომეთ, შრომა ფასდება ყველაფერი. შრომა ფასდება. გაიხსენეთ ყოველთვის ეს ადამიანები და მერაბ დვალიშვილი არის ჩემთვის მაგ ფრაზით შრომა ფასდება, მაგ ყველაფრის დამადასტურებელი. მოკლედ პატარა გამოკითხვა მინდა რომ ჩაგიტარო ბლიცი რა. UFC-სთან დაკავშირებით. ხო შეიძლება? იქ. სტამინა, ვის აქვს საუკეთესო UFC-ში? მერაბი. IQ? ილია. რესლინგი? მერაბი. ჩინი? პერეირა. სტრაიკინგი? ილია. გოუთი? ჯონ ჯონსი. კი ბატონო. და ბოლოში გვაქვს რუბრიკა ტოპ 5. მე მაინტერესებს და ვფიქრობ მაყურებელსაც ტოპ 5 UFC-ს მებრძოლი ყველა დროის. ჯონ ჯონსი. მაგრეგორი. მაგრეგორმა ეხლა რაც გააკეთა? ჩემი აზრით მუხლი დაზიანებული ჰქონდა. ჰქონდა თუ მიიღო? მიიღო. იმიტომ რომ მეც ორივე მენისზე მაქვს ოპერაცია გაკეთებული. მეც ვიცი ახლა ტკივილი როგორია და აი მენა ხანდახან რო დეფეს ეგ ვარდებოდი ხოლმე რა. სამ ოპერაცია გავკეთე და ვიცი ეგ ტკივილი და უოჭველი მენისკის ბრალი იქნება ან ჯვარედი. და მაგიტო თორე უოჭველი იჩხუბებდა ბოლომდე. ხო თვითონაც ეტყობოდა ის სახელი. ძალიან ცუდი ტკივილი იცის რა გეგონება ტეხავე რა. შენ დაჟე რო იდგე მაინც დავარდები ისეთი ტკივილია რომ გეგონება ტეხავ. და ორჯერ ადგა. ორჯერ ადგა. კი ბატონო, მაგრეგორი, ჯონ ჯონსი, ილია, მერაბი. კი ბატონო. და მეხუთე? ანდერსონ სილვა. კი ბატონო, ვერ შეგეწინააღმდეგები. და ისა არც მინდა UFC-ს მებრძოლი ხარ. კი ბატონო. ეხლა ნახე ბოლო კარტზე მინდა კითხო, აი პიმბლეტის საბმიშენი თუ გაგიკვირდა ეგ მაინტერესებს, იმიტომ რომ მე გამიკვირდა. სიმართლე რო გითხრას. პიმბლეტი რავი რაღაცნაირი სტილი აქვს, ვერ გაიგებ. ხან ჩხუბობს ისე, ხან რავი კამბექს აკეთებს ისეც რომ. და ეგეთი მებრძოლებია. შენ ეგეთი მებრძოლი ხარ თუ არა, ეგ მაინტერესებს. შენ უფრო სტრაიკინგი ხარ და ჩეხაობა გიყვარს. ხო, ეგ რა ფენომენია, ანუ ეგეთი მებრძოლები როგორ ხდებიან, რომ ყველაფერს აკეთებენ. ახლა ილიაც ხო, საბუშენიც შეუძლია, ნოკაუტიც შეუძლია, ყველაფერი შეუძლია. პიმბლეტს ახლა ვერ გაიგებ, ახლა თუ გააჩნია პიმბლეტი, თუ მოწინააღმდეგე იყოს ისეთი სერიოზული, რომ ჩეხაობს და არ აწევს ჭიდაობის საშუალებას, მაშინ პიმბლეტი აღარა. კი ბატონო. თუ იმის საშუალებას მისცემს, რომ ემუშაოს პირიქით უკან დარბის, მაშინ პიმბლეტი თავის საქმეს აკეთებს გრეპლინგში მაგარია. აი ბევრი ქართველი ნიჭიერი სპორტსმენი ყავს ამ მიმართულებით და არა მარტო ამ მიმართულებით, მაგრამ აი ვინ არიან ის ქართველები, ვისაც იხილავდი UFC-ში? რაულ თუთარაული. ეს მთელ საქართველოს გვინდა, კი ბატონო. ვაჟა წიფტაური, ამირან გოგოლაძე. ბევრია, ხო? ბევრია, ხო. ხა სახელებს ეგრე. ძალიან ბევრი მებრძოლია, რომელიც მართლა ეკუთვნის UFC-ში. და დიდი იმედი მაქვს, რომ ვიხილავთ. რავი, დიდი მადლობა. წარმატებები მინდა გისურვო და რა ვიცი, ველოდებით შენს ნოკაუტს UFC-ში, როდის დაანოკაუტებ ვიღაცებს. და არა მარტო იმიტომ, რომ ჩვენ ქართველებს ძალიან გვიყვარს, როდესაც ჩვენი მებრძოლი ასრულებს ბრძოლას ვიღაცის ნოკაუტით. წარმატებებს გისურვებ. მადლობა.